ალბათ გენეტიკაც მეხმარება, თუ ფორმებს გულისხმობ, მაგრამ უფრო დისციპლინა მოიტანა ის შედეგი, რაც ახლა მაქვს. რაც შეეხება ზოგადად თავის მოვლას, თუ რომელიმე ესთეტიურ პროცედურებს მიუმართავ, ჯერ არ ადამალო ხარ ამით. არა, სხვადასხვა, ანუ უყურე როგორი ამბავია, ქალები რატომღაც ამ ყველაფერზე მალავენ ხოლმე. და მე ვფიქრობ, რომ ეს სამარცხვინოდ არ უნდა მიგვაჩნდეს. ხო, მე ახლა ჯერ არ მაქვს გაკეთებული მაგალითად ბოტოქსი და რაღაც, მაგრამ მინდა რომ გავიკეთო. საუბრის დროს უბრალოდ შევატყვე, რომ უფრო მეტად აი ამ ნაწილში, ხო, რაღაცა უფრო, ხო. აი აქ კიდე ვარ ემოციური ადამიანი საკმაოდ და ნუ ბუნებრივია რომ ეს ემოციური ეს მიმიკებიც მე რაღაც გავლენას ახდენს. ემოცია ძალიან პოზიტიური ხარ მოვიტყოდი. ხო, ნუ ეხლა დავიწყე მაგ რაღაცების შემჩნევა და სიმართლე გითხრა, მე ორივე მიმართულებას და როგორ თქვა, აზრს პატივს ვცემ, ვინც ამბობს, რომ აბსოლუტურად არაფერს არ იკეთებს და რა თქმა უნდა, მისაღებია და ვინც იკეთებს, ჩემი აზრით, თუ რაღაცა ძალიან გინდა, რომ ან რაღაცა უფრო დახვეწო, დააკორექტირო, ხო, ეს არ უნდა იყოს განსჯის საგანი. თუ კი კარგად და ბედნიერად იგრძნობს ქალი თავს.